სამების ტაძრის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეთა ნაკადი არ შემწყდა, მრევლმა რიგში ღამე გაათენა, რათა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნისადმი პატივი მიეგო. ისინი საანთლებით, ყვავილებითა და გალობით ახლაც მიუყვებიან გზას ტაძრისკენ, სადაც ის ადამიანია დასვენებული, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ეკლესიას მიუძღვნა. სამების საკათედრო ტაძარში უწყვეტად სრულდება საგალობლებიც. გალობელთა გუნდები დღისა და ღამის მონაკვეთში ერთმანეთს ენაცვლებიან. იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, იყო ხატწერი, იყო რამოდენიმე გალობის ავტორი, ძალიან უყვარდა ბოლოს და ძალიან ხშირად თხოვდა გალობლებს, რომ შეესრულებინათ დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ყველაზე მეტად ემიგრანტებს ის გვიჭირდა, რომ აი ამდენი წლები წასული ხარ მოწყვეტილი შენ ქვეყანას და ჩვენი ყველაზე მეტად ის იყო ინტერესი, რომ ეცოცხლად ითხრან ჩვენ პატრიარქს, რომ ისე არ ყოფილიყო ეს მომენტი, რომ არ გვენახა პატრიარქი და სულ ოცულობდით იმაზე, რომ ეცოცხლად ითხრანს და ჩვენ გქონებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ისე დაბრუნებულიყავით ჩვენ ქვეყანაში ყველანი, რომ რა ვიცი, ეს ის გვენახა. პატარა ვიყავი პატრიარქად გვაკვეცა და მისი სილამაზე სათნო სახე, ის თვალები, უწმინდესის თვალები, აი რაღაცა ღრმა შინაარსიანი თბილი გამომეტყველება და მისი დალოცვა და მისი აი ისეთი თბილი ხელი ჰქონდა, რომ აი თელ ტანში სითბოს და ენერგიას გვაძლევდა. ჩვენ გვყავდა უნიჭიერესი, უსაყვარლესი პატრიარქი, ყოველმხრივ განათლებული, როგორც ადამიანი, როგორც სასულიერო მოღვაწე, მოსიყვარულე მამა, მე არ ვიცი, მე პატრიარქის სახურება მომიყვანა ტაძარში და ძალიან მიყვარხარ პატრიარქო, ძალიან უყვარხარ მთელ საქართველოს. დღეს რაც ხდება, ეს არის აი არ ვიცი მთელი მსოფლიოსთვის ალბათ ყველა ხედავს ამ მოვლენას. მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ჩვენ გვყავზე ციური მამა, რომელიც ჩვენთვის ილოცებს ყველა ჩვენთაგანისთვის და მე მჯერა, რომ ყველას აბსოლუტურად გულში რაც არ უნდა ვთხოვოთ, ყველაფერს აგვისრულებს და დაგვეხმარება ჩვენი პატრიარქი. ას გავიხსენე და პატარა ვიყავი, ერთხელ მომიყვანის აქ და შეხვედრილიც ვარ ილია მემარესთან. გონი 5 თუ 6 წლის ვიყავი და მე ვუთხარ, რომ ნათლული ვარ მეთქი და თავს დავანდო ხელი და დამლოცა. მომნათა და ძალიან წუხა რომ ეს გადაიცვალა და ჩვენ და გავაგზავნოთ მისი საქმე და ბოლოს და უნდა ვირწმუნოთ და უნდა გავახმაროთ ისეცაში და უნდა ვახსენოთ ის როგორც ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი გადამრჩენელი, რადგან მაშინ აი იმ თაობის იყო რომ უნდა რომ აღედგინა ქრისტიანობა და ეს გამოუვიდა.